მიგელ დე სერვანტესი, დონ კიხოტი, წიგნი ერთ წუთში. ვინ არის გიჟი? ის, ვინც ქარის წისქვილებს გოლიათებად ხედავს, თუ ის, ვინც სამყაროს ისეთ იღებს, როგორიც არის, მოსაწყენს და სასტიკს. მიგელ დე სერვანტესის დონ კიხოტი. გაიცანით ალონსო კიხანო, მოხუცი, რომელმაც იმდენი წიგნი წაიკითხა რაინდებზე, რომ გადაწყვიტა თავად გამხდარიყო ლეგენდა. მან ჩაიცვა ჟანგიანი აბჯარი, აიღო ძველი შუბი და დაირქვა დონ კიხოტი ლამანჩელი. მისთვის ბინძური ფუნდუკი სასახლეა, მეძავი კეთილშობილი პრინცესა დულსინია, ხოლო ქარის წისქვილები ბოროტი გოლიათები, რომლებიც უნდა დაამარცხო. გვერდით მას ერთგული სანჩო პანსა მიხვება, რეალობის ხმა, რომელსაც ესმის, რომ მისი ბატონი გიჟია, მაგრამ მაინც უყვარს ის. სამყარო დასცინის დონ კიხოტს. მას სცემენ, ამცირებენ, ქვებს ესვრიან, მაგრამ ის არ ნებდება. რადგან მისი მიზანი არა გამარჯვება, არამედ ბრძოლაა. ბრძოლა სამართლიანობისთვის იქ, სადაც სამართალი აღარ არსებობს. საბოლოოდ რეალობა იმარჯვებს. დონ კიხოტი მარცხდება, ბრუნდება სახლში და გონს მოდის, მაგრამ სიგიჟესთან ერთად ქრება მისი სიცოცხლის წყურვილიც. მან არჩია სიკვდილი, რადგან ოცნების გარეშე სიცოცხლის აზრი არ ჰქონდა. დონ კიხოტი, წიგნი იმაზე, რომ რეალობა მხოლოდ ციხეა, საიდანაც გაქცევის ერთადერთი გზა, საკუთარი სიგიჟეა.